ვარ რეზიფ აღაბა 7 წლის. ვსწავლობ მეგას სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ხატვა. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთი. უკვე 2 წელია თამაშობ სპორტს ბათუმში. მახსოვს პირველი დღე სპორტში რა მივედი. არავის არ ვიცოდი, მაგრამ ანალიზებდი. ჯერ გავიცანი ჭუντუნელები და მერე ბავშვები. გამემართა სპორტში რომ მივედი, ძალიან მოწონს სიკავრობა. მე თამაშობ მარცხენა თავდამსხმელის პოზიციაზე. მოედანზე ჩემი თავალი მოვალეობა გოლის გატანა. უკვე გადააიღება 20 კარგი გოლი. ერთი გამოვიდა ყველაზე ლამაზი. ფეხებში გავუძერი ბურთი და გავიტანე ძალიან კარგი გოლი. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა ძლიერი დარტყმა. სახი მაქვს 4 ფორმა. საფრანგეთის, პარიზის, რეალ მადრიდის და კიდე მაქვს 3 მქონია. მე მინდა მქონდეს თეთრი ფორმა, უკან მეწეროს 9 და ფაღავა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ქილიან მბაპე. საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. საქართველოს ნაკრებში ვითამაშებდი 7 ნომრით. მე მაქვს ფეხბურთის ნიჭი და რო გავიზრდები გამოვალ ფეხბურთელი. კარიერას დავამთავრე როცა ვიქნები 40 წლის. მე გავხდები ტაქსის ძღოლი. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. ყავს კარგი მასწავლებელი და კარგი კლასელები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია დემეტრე დიმიტრაძე. ყველაზე ჭკვიანია გიგა კონცელიძე. ყველაზე მშვიდია ადო. ყველაზე ბედნიერი მგონია ვაგა კობინაძე. მე ყველაზე ცერკი და ყველაზე სიმპათიური. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს. იმიტომ რომ ჩემი მოსაწონი გოგო ჯერ არ შემხედრია. თორს რომ მომიყვან ვიქნები 30 წლის. შვილებს დავარქვევ დემეს, ლუკას, კიდე გიგას, ვაკოს და დავითს. გოგო შვილებს დავარქვევ ადუს, იონას, კიდე ნუცას, მილას, კიდე ვიქტორიას. არა, მაშო. მე ვაპირებ გავხდე მრავალშვილიანი მამა. ჩემს შვილს დავარქვევ მარიამს. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. ინგლისურის გადაკეთება მინდა ვიცოდე ჩინური. საყვარელი მასწავლებელია ირმა გიორხელიძე. იმიტომ მიყვარს რომ ბედნიერია, კოცნის, კიდე ვეხუტება. ბედნიერი იმიტომ გონიანო, კაი ცხოვრებით ცხოვრობს. ახლა მინდა 18 წლის ვიყო, რომ თვალი მომიყვანო. სახლში ცხოვრობ მე, დედა, მამა და ბებო. მინდა ვყავდეს 2 და 2 ძმა. მამი გაიცემს ავი სიმპათიური, შრომელი, კიდე ხიარული, კიდე უშიშარი, დედიკო არის ლამაზი პრანჯია და საყვარელი. ძალიან მოყავს ბაბას გაკეთებული სუპი და დედას გაკეთებული ფრი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გაკეთებს ხინკალს. მე ასევე მიყვარს ხატვა და ვისწავლე ჩემით. მე ვიცი ძაღლის ხატვა, ბაბეს ხატვა, კიდე კატას ხატვა, ლომის ხატვა, ვეფხვის ხატვა. ვეფხვის არა. ნახე სტადიონი რომაა, რო ამოწმენი ფეხი თუ მაგას ჩარტყეს, აი მაგას. ჩემი საყვარელი ფერი არის ლურჯი და არ მიყვარს წითელი. იმიტომ რომ გოგოების ფერია და მე არ მეგადრება. მე სახლში მინდა მოვაწყო გამოფენა. ამ გამოფენაზე დავპატიჟებ დედას, მამას, ბებოს, კიდე მარიამ ხაჟალიას. ჩემი საყვარელი მოთმილი არის ჭურვზავრები. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენიდი რამდენ მანქანას. 25 წლის რომ გავხდები, ვიღდი ლურჯ მერსედეს. ანუ მერსედეს უკან რომ ისაქან ასე. ანუ ასე რაღაცა გძელი რომ აქვს და დაკიდილი. და სწრაფად რომ მიდის. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი თურქეთში. წინა მონაწილემ დამიდობა შეკითხვა. მისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემ შეყვარებულთან ერთად. შემდეგ მონაწილეს უტოვა ფასად შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი?
მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია პლანშეტი. ბედნიერება არის ჩემ მეგობრებთან თამაში. კიდე რესტორანში წავსვლა და მამაზე დედას შეხვდება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.